ინფლაციური მოლოდინები, სავალუტო რეზერვები და 2026-28 წლების მონეტარული და ფულად საკრედიტო პოლიტიკა. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ წლიური ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელზე აღნიშნა, რომ მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს. მისივე თქმით, ინფლაციის დამატებითი ზრდის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს. თუმცა ცენტრალური სცენარი მიხედვით მარეგულირებელი ფასების ზრდის დინამიკის ნორმალიზებას ელის და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 4% იქნება. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში დეველოპერების და დაკრედიტების მაჩვენებელი შეამსუბუქოს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობს. ნათია თურნავას თქმით, ეს საკმაოდ კომპლექსური რეგულაციაა, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა ამ დროისთვის უკვე მიღებულია ორი ცვლილება, მათ შორის ერთი ავანსის მოთხოვნის შემცირებას ეხება. მეორე კომპონენტი კი იპოთეკური სესხის თანადაფინანსების მინიმალური ზღვრის გადახედვას ითვალისწინებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც ჯარიმა ადგილმდებარეობით აღარ განისაზღვრება. განსაზღვრელი იქნება მხოლოდ საკუთრების ტიპი და დარღვევის შინაარსი. კერძოდ, უნებართო მშენებლობაზე, სადაც იცვლება გაბარიტებიც, ჯარიმა 25,000 ლარით განისაზღვრება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ქონებაზე. კერძო საკუთრებაზე კი 8,000 ლარით. გაბარიტების ცვლილების გარეშე კი ჯარიმა 4,000 ლარია. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ერთიანი ჯარიმა 30,000 ლარი დაწესდება. მომხმარებელთა დანახარჯები გაზრდილია. TBC კაპიტალის მონაცემებით დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები 26%-ით არის გაზრდილი, რაც TBC კაპიტალის შეფასებით მეტწილად არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული და მათი საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების დანახარჯების მაჩვენებელს. რაც შეეხება რესტორნებს, ამ შემთხვევაში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-ით გაიზარდა. არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი კი 5-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების ინდექსი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით მესამე კვარტალში ინდექსი წლიურად 11%-ზე მეტად არის გაზრდილი. უწყების განმარტებით ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9%-იანი მატებით. ამავდროულად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9,4%-ით, ერთწლოვანი კულტურების ღირებულება კი 23%-ით გაიზარდა.